გამარჯობა ანა, მივესალმები TV პირველის მაყურებელს. თუ ვინმე გარდაცვალების ზღვარზე მიდის და ეხა საიქიოს გზას ადგას, ეს არის ქართული ოცნება და ის კომისია, რომელიც საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ატარებს აი მთელს ამ პროცესებს და ცირკსაც ვეღარ დავარქმევთ უკვე, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც სახალისო სანახაობა, ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებიც აზიანებენ არა მხოლოდ ინდივიდუალურად ადამიანებს, პერსონალურად კეტავენ საპატიმრო დაწესებულებებში, ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უქმნიან პირდაპირ მნიშვნელობით საფრთხეს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სხვა არაფერი მიზანი ამ კომისიას არ ამოძრავებს, გარდა იმისა, რომ გაანადგუროს პოლიტიკური ოპონენტები, მთელი ეს ქრონიკა, რაც დაწყებული არის, მათ შორის საკანონმდებლო, ეგრეთ წოდებულ საკანონმდებლო ორგანოში რაღაცა კანონების ჭრაკერვით გაგრძელებული ემსახურება ერთადერთ მიზანს. თავისუფალი სიტყვა გაქრეს ამ ქვეყანაში. პირდაპირ ფორმით განადგურდნენ პოლიტიკური ოპონენტები. პოლიტიკურმა პარტიებმა არ იარსებონ ამ ქვეყანაში, პოლიტიკოსებმა არ იარსებონ ამ ქვეყანაში. არავინ არ ისაუბროს ამათ კორუფციაზე. არავინ არ ისაუბროს ამათ დაუჯელობაზე, არავინ არ ისაუბროს ამათ თავგასულობაზე, არავინ არ ისაუბროს როგორ არღვევენ ადამიანის უფლებებს. NGO სექტორი გაანადგურონ, მათ შორის მედია საშუალებები გაანადგურონ, დახურონ, ფინანსური წნეხი შეუქმნან ადამიანებს და მაქსიმალურ ჭაობა დაქციონ ეს ქვეყანა და საერთოდ შეიძლება დადგეს ის დღე ამ ქვეყანაში თუ დროზე არ მოვლენ ის ადამიანები გონს, რომლებიც ჯერ კიდევ უჭერენ ოცნებას მხარს, რომ ერთ დღესაც მათი შვილების ვარცხნილობა დაემსგავსოს ირაკლი კობახიძის ვარცხნილობას, როგორც არის ეს ჩრდილოეთ კორეაში და აქეთკენ თუ გინდათ ამ ქვეყნის წაყვანა თქვენ იქნებით ამ პროცესის თანამონაწილე. თქვენ თუ გონიათ ახლა პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაზე ქილიქს დაიწყებთ, მათ ციხეში ჩაცმაზე და ეს ამბავი თქვენ ამბავთან, თქვენს კარებთან არ მოგაკითხავთ. თქვენ შვილებს არ მოაკითხავს ეს უსამართლობა და თქვენ არ მოგაკითხავთ. ძალიან ცდებით, ამიტომ ყველა უნდა გამოფხიზლდეს ახლა. ბევრი პოლიტიკოსისგან, სხვათა შორის სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პირებისგან ეს იქნებიან სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, აი ბევრთან არის ეს აქცენტი, რომ ნუ გონიათ, რომ აი თქვენამდე არ მოვა ეს პროცესი, ხო? როგორც ჩანს, ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა დაიჯეროს, რომ ეს ხვალ შეიძლება ყველას შეეხოს და ეს მხოლოდ ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერის ფანტაზიის საკითხია, ხო? სადამდე შეიძლება წავიდეს პროცესი. ახლა ვხედავთ, რა ხდება იგივე მოსამართლებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ანუ ვიღაცას რო რაღაც წარმოუდგენელი ეგონა, სრულიად წარმოსადგენი ხდება მათ შორის მათ ვინც წინა ხელისუფლებას მიუთითებდა ასე შემდეგ, ხო? სრულიად სამართლიანად ხშირ შემთხვევაში. აი ამაზე რის თქმა შეგიძლია? აი თქვენ აი სად ხედავს ახლა მთავარ გასაწევ სამუშაოს კონკრეტულად ამ სურათის გათვალისწინებით, რაც არის ახლა ქვეყანაში? კეთყვით ანა, სურათი ნამდვილად არ არის მარტივი სურათი, რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაში ეს ქვეყანა, მაგრამ ეს ადამიანები, მთელი ეს რეჟიმი მაინც ჯერ კიდევ დგას რაღაც ელექტორალურ წონაზე. ამას ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი. რა თქმა უნდა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არ გამოხატავდა ქართული ხალხის ნებას, თუმცა ადამიანები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს აი ამ რეჟიმს, ხო, არის ადამიანების ამ ადამიანებამდე უნდა მივიტანოთ ჩვენ. დღეს თუ სასამართლოს ხდომები დაიხურება, აი ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ. ხვალ მათ რო დაჭირდებათ სიტყვის გამომტანი არ იქნება სასამართლოს ხდომიდან. ჟურნალისტი ვერ გამოიტანს სიტყვას, თვითონ ვერ გადაიღებს. მოსამართლეს ვერ ეტყვის ვერაფერს, სიტყვას გაუკონტროლებენ. ანუ წარმოუდგენელი რაღაცები მოხდება. ნებისმიერი შემთხვევაში თქვენ იმაზე უკეთ ვერ ემსახურებით ბიძინა ივანიშვილს, ვიდრე ემსახურებოდა ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი აი ხელსახოცივით მოისროლა ეს ადამიანი. წარმოგიდგენიათ თქვენ რა გელოდებათ ამ სისტემაში? ბიზნეს რა გელოდებათ საერთოდ? წარმოგიდგენიათ, სადაც ან ქურდული სამყაროს წარმომადგენლები გადაგიწყვეტენ ბიზნეს დავებს პირდაპირ ფორმით. როგორც ხდება ეს მოსკოვში და რუსეთის ფედერაციაში და სხვა იმ ქვეყნებში, სადაც ეს კრიმინალური მენტალიტეტი არის ფესვგადგმული. ან მურუსიძის სასამართლოში გადაგიწყვეტენ ამას. ან როგორც მოუნდებათ ისე ვინ არის თქვენი ადრესატი? ის ვინც ამ სისტემას აძლიერებს და ამაგრებს? რა თქმა უნდა, სპონსორები, რომლებიც დღეს ჩუმად არიან, მათ შორის ჩუმად არიან ბიზნესმენები. მათი თავსებადობა ქართული ოცნების რიტორიკასთან, ქმედებებთან, გადაწყვეტილებებთან ვერდია.
ნაწილი მათგანის შეიძლება იყოს უანგარო, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ მოდი ეხა მე ამ ბრძოლიდან გავიწევი, ჩემ ბიზნესს მივხედავ პატარა საქმეს და პრობლემებს თავის ტკივილს არ შევიქმნი. ზოგიერთი ასეთია, მაგრამ ზოგიერთი არის რეჟიმის სპონსორი პირდაპირ ფორმით. და მე მინდა ძალიან კარგად იცოდნენ ამ ადამიანებმა და აი დასავლეთს ხშირად ვსაუბრობთ რომ აღშფოთება ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის ჩვენ დასავლეთ პარტნიორების მხრიდან, რომ კონკრეტული გზავნილები გქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც აი ამ რეჟიმის მსახურებაში არიან. ყველას, თითოეული კლერკიდან დაწყებული, მათ შორის სპონსორებით, მედია საშუალებებით და ბიზნესით დამთავრებული. უნდა გქონდეთ ამ ადამიანების განცდა, რომ ამისთვის აუცილებლად აგებენ პასუხს და ეს განცდა მინდა ამ ადამიანებს კი ბატონო, გახარიაზე მითხარით კონკრეტულად, სხვათა შორის არის ინტერესი იმასთან დაკავშირებით, სად იმყოფება, რა არის მისი გეგმა, რას აპირებს, როგორც აღნიშნე, გარდა პოლიტიკურ გარდაცვალებას უანონსებს წულუკიანი, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს. შეგიძლიათ მისი გეგმის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდება, აი ამ მონაცემით რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას? რა არის გიორგი გახარიას გეგმა? საზოგადოებას ერთადერთი რამ შემიძლია უთხრა, რომ თუ ვინმეს გარდაცვალებას გამოიწვევს ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ეხლა გიორგი გახარიას პოლიტიკური გარდაცვალება. პოლიტიკურ გარდაცვალებას გულისხმობთ, თუ ვინმეს პოლიტიკურ გარდაცვალებას გამოიწვევს, ეს არის ის კომისია, რომლებიც საიქიოდან მობრუნებული ფაქტობრივად პოლიტიკური სახეებით არიან დაკომპლექტებული და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად დადგება საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. და ყველა ადამიანი, რომელიც აი ამ სამარცხვინო პროცესში ჩორჩანას საქმესთან მიმართებით გიორგი გახარია წინააღმდეგ არის ჩართული, ყველა აბსოლუტურად ყველა მათგანი აგებს პასუხს, ისტორიულ პასუხისმგებლობას აიღებენ და სამართლებრივ პასუხისმგებლობაც ამ საკითხზე. რაც შეეხება გიორგი გახარიას კალენდარს, ძალიან კარგად იცის ამ კომისიამ, რომ გიორგი გახარია რამდენიმე კვირიანი ვიზიტით არის ქვეყნის ფარგლებს გასული რამდენიმე ქვეყანაში. ძალიან კარგად იციან, მათ შორის 23 ივნისის კომისიის ხდომაზე ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 2 ივლისის მდგომარეობითაც გიორგი გახარია იქნებოდა საზღვარგარეთ. ანუ ამ გონივრულ ვადას არ გამოიყენებს გახარია. უყურეთ, აი ამ კალენდარს ჩვენ არ უთანხმებთ წულუკიანის კომისიას. თუ უნდა წულუკიანის კომისიას რეალურად პასუხების მოსმენა, მათ შორის ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მოგვეცით შესაძლებლობა დისტანციურად ჩავერთოთ და მიიღოთ პასუხები. წარმოუდგენელი ალოგიკური ამოიწუროს ეს დაბარება არ დაბარების საკითხი, ბერდია, რომ შემდეგ თვითონ აღარ გამოჩნდეს ამ პროცესში, თუ აი ეს რეალურად რაზე მიუთითებს რომ ანუ უყურეთ სწორად ესე უყურებს პროცესს თავად გახარია რომ მას დაიჭერენ და ამ პროცესიდან თქვათ მოკლედ არ უნდა რომ დაიჭირონ და ესეთია შეთავაზება რომ მოდი დისტანციური ჩართვით გავიაროთ ეს საკითხი არ უნდა რომ საპყრობილეში აღმოჩნდეს დამდგარი განაჩენების გათვალისწინებით არა, ანა, უყურეთ, როგორ არის ძალიან მარტივად არის საქმე. რამდენიმე კვირიანი ვიზიტით არის კაცი წასული. კაცი ამბობს, რომ თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩემგან ვერბალურად მოისმინოთ ახსნა განმარტება ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით, რა კავშირშია საერთოდ დისტანციურად დავესწრები ამ სხდომას თუ ფიზიკურად დავესწრები. აი ამ ადამიანების ავადმყოფურ პირდაპირ ფორმით პოლიტიკურ რაღაცა წარმოდგენებში შეიძლება ნებისმიერი სცენარი იყოს დამუშავებული გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ამას არ გამოვირცხავთ, მაგრამ ეს ხო ამ წუთას დღის ესრიგში არ დგას. რატო გვეუბნებით უარ ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები დასვათ და პასუხები მოისმინოთ და მიკროფონს გაგვითიშავს აი ესეთ სამარცხვინო არგუმენტაციაზე დავიდნენ ბოლოს რომ არ გაგითიშავთ ნუ გეჩინიათ არ გაგითიშავთ მიკროფონს და ყველა შეკითხვას დაგასმევინებ და მიიღებთ პასუხს თუ ესე ძალიან გინდათ ეს გიორგი გახარიას მოსმენა ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით და თქვენ რომც არ მოგცეთ ამის შესაძლებლობა 2 ივლისს ჩორჩანას საკითხი არის საკითხი რომელიც თქვენ პოლიტიკურ გარდაცვალებას გამოიწვევს პირდაპირ ფორმით. აი გეუბნებით. ეს იქნება დამოკლეს מחული, რომელიც ჩამოკიდებულია თქვენს პოლიტიკურ კისრებზე. ეს ხო არ გონია თქვენ რიგითის საქმე. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საქმე, რომელსაც აკეთებს ეს კომისია. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატის და სუვერენიტეტის ღალატის საქმე. ბიბილოვის ნარატივზე ხეთხართ.
ხიჭვიაო ბიბილოვი იძახის ჩორჩანა საკითხიო ჩვენი მარიონეტული რეჟიმისთვისო და ხიჭვი არის ამ კომისიისთვისაც და ოცნების ხელისუფლებისთვისაც და აი ეს ხიჭვი იქცევა ისე დიდ პრობლემა თქვენი პოლიტიკური კარიერისთვის და თქვენი პოლიტიკური გეგმებისთვის რომ ვერც კი წარმოგიდგენია და ერთია კომისიის მიეცის შესაძლებლობა გახარია ჩაერთოს კომისიას. კარგი, ერთია კომისიის საკითხი და მეორეა რა განზრახვა აქვს ამ საკითხზე ბრალდებას და პროკურატურას, ხო ბერდია. მას აქვს კითხვები გახარიას და როგორც ცნობილია და ითქვა რომ ის უნდა გამოიკითხოს. აი ამ შემთხვევაში რა ხდება კონკრეტულად და რატომ არ ჩანს თავად თვითონ გახარია, რატომ არ ამბობს აი ამ პროცესში არაფერს ან ამ თვალსაზრისით რა არის მისი გეგმა. პროკურატურამ უნდა გამოკითხოს ის. მე გიორგი გახარიას აქ მნიშვნელოვანი შეხვედრები საზღვარგარეთ და ნამდვილად ვერ დაკავდება მიიღონ ის პასუხები, რასაც მისი პოლიტიკური გუნდის წევრები სემენ ამ ადამიანის პროკურატურის დაბარებასთან დაკავშირებით მივიღოთ ჯერ უწყება და მაგის მიხედვით იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, თუმცა გიორგი გახარია იყო ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც პირველად თანამდებობაზე ყოფნის დროს მისცა გამოძიება ჩვენება, მათ შორის პროკურატურაში და ამის კომპლექსი და პრობლემა გიორგი გახარიას არ აქვს, არც საგამოძიებო კომისიისთვის, არც ჟურნალისტებისთვის, არც პროკურატურისთვის. ამიტომ მე სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა რომ ამ ქვეყნის პროკურატურაში მოიძებნოს პროკურორი, რომელიც აი ამ ბრალს მოაწერს ხელს, იმიტომ რომ ეს იქნება უმძიმესი ამბავი მათ შორის ამ ადამიანისთვისაც და ამ სისტემისთვისაც და მე ნამდვილად არ მიმეტება არც ერთი ადამიანი. მე მგონი არსებული სურათის გათვალისწინებით ცოტა ინფანტილურად ჟღერს თქვენი სურვილი, მაგრამ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ბერდია გახარიას ხო მეკითხეთ აი პროკურატურის საკითხზე და თქვენ ამბობთ რომ ყველაფერზე აქვს პასუხი და პროკურატურის კითხვებს უპასუხებს გახარია პირადად. აი ამაზე რა არის დასამალი მათ მივიღოთ ჯერ მოწვევა და მაგის მიხედვით რა თქმა უნდა გადავწყვეტ საკითხს. დასამალი არაფერი არ არის. ხო, იმიტომ რომ ხო იცით, ანუ არის საზოგადოებაში გარკვეულწილად სამსჯელო თემა, დაბრუნდება, არ დაბრუნდება, ეს ამაზე სხვათა შორის ადამიანები რაღაც ღიად აფიქსირებენ თავის მოსაზრებებს, რომ თუნდაც იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც არის ახლა ქვეყანაში, უამრავი პოლიტიკური, ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ზის ციხეში და ახალი სია საერთოდ გამოქვეყნებული, პოტენციურად ციხეში გაშვებული პირების, იმიტომ რომ თუ რომელიმე მათგანი უარს იტყვის, გასაგებია ხო მოსამართლე წინა განაჩენით იხელმძღვანელებს. არ გაუჭირდებათ. ხო, აი ამ პროცესზე თავის არიდების შესაძლებლობაზე თქვენ რა აზრის ხართ? ან როგორ ფიქრობთ, აი რას ურჩევდით ლიდერს, ან თუ არის ეს თემა განხილვის საკითხი? მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ეხა ამაზე საუბარი ძალიან ადრევი არის და საერთოდ არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ გიორგი გახარია წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში არის ქვეყნის ფარგლებს გასული ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ თავაზობთ კომისიას, რომ აგერ დისტანციურად ჩართეთ ადამიანი თუ რეალურად გაინტერესებს მოსმენა, რაც შეეხება რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი გახარია იმის მიხედვით, რა სიგიჟეებს დაგეგმავს ოცნების ეგრეთ წოდებული რეჟიმი, მე წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა გიორგი გახარია არის საქმიანი ვიზიტით წასული ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს შემიძლია გითხრათ მხოლოდ ამ საკითხთან მიმართებით და დანარჩენი სპეკულაციები, რომელსაც აცოცხლებენ, ესე რომ ვთქვათ, ოცნების წარმომადგენლები, აი გაიქცა, კითხვებს გაიქცა, ამას გაიქცა. ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები და ბუნებრივია, გაიქცა კი არა. ყველა ის ბრალდება ჩამოგემხობათ თავზე, რომელიც გიორგი გახარია წინააღმდეგ გაქვთ დაწყებული. აი ამას ვპირდებით ჩვენ ოცნების რეჟიმს. ხო, სხვათა შორის ერთ-ერთი ხმაურიანი დაპირებები ისმის ხოლმე თქვენი პოლიტიკური გუნდისგან, მათ შორის იგივე კომისიის საკითხზე რომ ოცნება დასრულდებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ როგორც განვითარდა მოვლენები, ოცნება არ დასრულებულა, რეპრესიული მექანიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა და არც თუ ისე, ასე ვთქვათ, პოზიტიურად განვითარდა მოვლენები ქვეყანაში, ხო? რომელ განცხადებას მახსენებთ? ხო, აი რომ მაგალითად გახარია მივიდოდა კომისიაზე და დაასრულებდა ოცნებას. ასეთი განცხადებაც მოგვისმენია. უბრალოდ რატო გეკითხები, იცი ბერდია? აი თქვენი ამ პროცესში რა არის თქვენი სიმართლე გითხრა ვერც მივხვდი, მაგრამ რას ემსახურებოდა საერთოდ ეს კითხვა ვერ მივხვდი, მაგრამ ამ შეკითხვაზე შემიძლია პასუხის მიღებას ემსახურება ხოლმე. გიორგი გახარიას უყურეთ, ხო, მაშინ გამაცემეთ პასუხი ანა. გიორგი გახარიას კომისიაზე მისვლამ იმდენად დიდი მიწისძვრა გამოიწვია ოცნების მხარდამჭერების გონებაში, თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ საერთოდ. ოცნების კომფორტი დღეს რა არის, რომ თვითონ აი ამ სალაფავს აწუდის ადამიანებს და საკუთარი ამომრჩევლების რაღაცა ნაწილს აი ამ ნარატივებს აჭმევს.
და აი ესეთი ტრიბუნების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანები შევაფხიზლოთ. ამაზე ვსაუბრობთ ხო ჩვენ, რომ დავიწყე მე საუბარი, რომ ადამიანებს უნდა დავანახოთ რეალურად საით მიყავთ ამათ ქვეყანა და თქვენ ნუ გონიათ, რომ გიორგი ახარიას მისვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მიწისძვრად გამოიწვია ადამიანების გონებაში, რამხელა ძორები გამოიწვია გიორგი ახარიას გაჟღერებულმა საკითხებმა იქ. ამიტომ ესე ოცნება ახსენე და ბოლოს არ არის სწორი ეს დამცინავი ტონი არა როგორ არ მე არ ყოფილი და ოცნება ბერდია მე არ ყოფილი ვარ დამცინავი რეცეპტი არ არის ჯიბეში ფრაზა გავიხსენე ამიტომ ძალიან გთხოვ მენუ აღმწერ თვითონ ფაქტებზე ვისაუბროთ და იმ გაკეთებულ განცხადებებზე რომელიც არის ჩვენს არქივში ერთი კითხვა ბოლოს მინდა დაგისვა ოცნება ახსენეთ და აი ამაზე მინდა გთხოვო პასუხი ეხლა რაც ხდება ქართულ ოცნებაში აი განცხადებების კეთება იგივე ოხანაშვილის განცხადება რაც მოვისმინეთ საჯაროდ ასევე საკადრო ცვლილებები და აი შიდა პროცესი აი ამაზე რისი თქმა შეგიძლია კონკრეტულად აი დაანონსებული შესაძლო გამოკითხვები ხო ესეც ჩანს რომ რაღაც გარკვეული პროცესი მიდის და შესაძლოა ველოდოთ კიდევ უფრო რაღაც ხმაურიან სურათს თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ აი თქვენი დაკვირვებით რა ხდება ეხა ქართულ ოცნებაში იგივე ლილუაშვილთან მიმართებით და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ეს არის გავლენის ჯგუფების ბრძოლა ერთმანეთთან კობახიძის ესე რომ ვთქვათ ხუნტამ ჩაიგდო ძალაუფლება ბიზნეს კარზე ხელში ის სარგებლობს სრული ლეგიტიმაციით ივანიშვილისგან და შესაბამისად ეხა ბუნებრივია მეტოქეებს ესე რომ ვთქვათ ანეიტრალებს აი ამ პოლიტიკურ კარზე ივანიშვილის კარზე აი ეს პროცესია ხო ერთმანეთს რაღაც ფულს ედავებიან ერთმანეთს ედავებიან გავლენებს ეხლა და აი ამ გარჩევას და აი პოლიტიკურ პროცესებს ადევნებ თვალს აი ესე როგორც ეხა ერთმანეთი ჭამით არიან დაკავებულები ეს კიდევ უფრო გაიზრდება ეს პროცესი ვიღაცა ღარიბაშვილის გუნდს წარმოადგენდა ხო ოცნების გუნდში ვიღაცა ლილუაშვილს წარმოადგენდა ვერ წარმოიდგენთ თქვენ ეს მონსტრი სისტემა როდესაც პოლიტიკურ ოპოზიციას გაანადგურებს მე როგორ მიყობს აი ამ თავისი პოლიტიკური შიდა პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას და შიდა კლანების დაპირისპირებას ვადევნებთ ეხა თვალს ეს იქნება ლოგიკური შედეგი ყველა ავტოკრატიული რეჟიმი ამ გზას გადის ხო ჯერ ანადგურებს ოპოზიციას მე ერთმანეთის ჭამას იწყებს ვიღაცა წინაურდება ამ პროცესში აი და მე სანამ არ ჩამყაყდება ეს პოლიტიკური რეჟიმი და ადამიანებს ხელში არ ამოუვათ მანამდე ესე რომ ვთქვათ რეპრესიულ მეთოდებს იყენებენ ეს ადამიანები და ეს პოლიტიკური ჯგუფები ამიტომ კობახიძის დაჯგუფება არის მათ შორის ოცნებისთვისაც გამოწვევა ფაქტობრივად მონსტრი ეს ოცნების სახით თავის ჭამას იწყებს მადლობა. რა თქმა უნდა, არ არის ისეთი განცხადება, რომ ანუ ხვალ და ზეგ აუცილებლად რაღაცა შედეგს მოიტანს, თუმცა ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები გვჭირდება, მტკიცენების ყოფა გვჭირდება, მხნეობა გვჭირდება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარება გვჭირდება და ბრძოლა და ხელები არ უნდა ჩამოუშვათ და ბრძოლა არ უნდა შევწყვეტოთ არც ერთი წუთით. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენ. დიდი მადლობა ბერდია, დაგემშვიდობები. ბერდია სიჭინავა პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივანი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და ჩვენ ახლა დავიწყებთ საუბარს უკვე თინა ბოყუჩავასთან როგორც დავანონსეთ მისი ჩართვა სტრასბურგი